მინდა გთხოვთ, მან თქვა, რომ იმათ უბრალოდ სხვა გზა არ ქონდათ და ზუსტად იმიტომ აღიარეს სამხედრო რუსეთის დამოუკიდებლობა და თქვეს, რომ თქვათ პრეზიდენტმა არ მოусმინა საფრანგეთს, რუსეთს და არ შევიდა მოლაპარაკებებში, რომ შეაფასოთ და ასევე თქვა, რომ კულტურული ურთიერთობების გარკვეულწილად, ასევე ისტორიული უნდა აღდგესო და შევაფასოთ ეს განცხადება ბატონო. საქართველოს და რუსეთის დაპირისპირება იწყება 1991 წლიდან, ზუსტად იმ დღიდან, როდესაც საქართველომ გამოაცხადა თავისი დამოუკიდებლობა. მაშინაც რუსეთი არ შეეგუა იმას, რომ შეიძლება საქართველო იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისი დამოუკიდებელი საგარეო და საშინაო პოლიტიკით და პრობლემები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით დაიწყო სწორედ მაშინ, როგორც სამხრეთ ოსეთში, ისევე აფხაზეთში. ამიტომ დღეს საუბარი იმაზე, რომ 2008 წლის ომის მაპროვოცირებელი იყო კონკრეტული ლიდერის მოქმედებები საქართველოს მხრიდან, არის არასწორი და არის ცინიზმი, იმიტომ რომ საქართველოს არ ყოლია არც ერთი ლიდერი თავის დამოუკიდებლობის 20 წლიან ისტორიაში, რომელთანაც რუსეთს არ ქონდეს აი ასეთივე დამოუკიდებლობა. აქ ფაქტი არის ერთი და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს აღიარა საერთაშორისო საგამოძიებო კომისიამაც, საპარლამენტო კომისიამაც, რომელიც მოქმედებდა საქართველოში, რომ იმ დროისათვის, როდესაც დაიწყო საქართველოს მხრიდან ჯარების გადაადგილება, კონფლიქტის ზონაში უკვე იმყოფებოდნენ რუსეთის შეიარაღებული ფორმირებები. რადიო სიგნალების მოსმენის შედეგად ჩვენ ვნახეთ, რომ 200 ერთეული ჯავშან ტექნიკა უკვე შემოსული იყო როკის გვირაბში და გადმოკვეთილი ჰქონდა საქართველოს საზღვარი. ამ დროისათვის სევასტოპოლიდან უკვე მოემართებოდა საქართველოსაკენ საზღვაო ფლოტი, ხოლო თვით კონფლიქტის ზონაში, კერძოდ ავნერსა და ნულში მიმდინარეობდა მსხვილკალიბრიანი ნავთქორწნებით დაბომბვა ჩვენი პოზიციების და ჩვენ მქონდა ამ დროისათვის უკვე მსხვერპლი. ყოველი ამის შემდეგ საუბარი იმაზე, რომ საქართველოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებამ გამოიწვია რუსეთის საპასუხო რეაქცია, ეს არავითარ კავშირში არ არის სიმართლესთან და ამ პოზიციას ახმოვანებდა დღემდე მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ფედერაცია. მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის პოზიცია იყო ისეთი, რომ საქართველო იყო აგრესორი, ხოლო თვითონ რუსეთი მსხვერპლი. სამწუხაროდ გუშინ ასეთ ქვეყანათა რიცხვი გახდა უკვე 2 და რუსეთის ამ პოზიციას შეუერთდა საქართველო და მისი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი. მას ადრეც არაერთგზის გამოუთქვამს ასეთი მოსაზრებები, მაგრამ მაშინ ის არ იყო საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებაში და ის არ იყო პრემიერ-მინისტრი. დღეს პირველად საქართველოს ოფიციალურმა პირმა დაადასტურა, რომ საქართველო იყო აგრესორი და რუსეთი მსხვერპლი. მიმაჩნია, რომ ეს არის უმძიმესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული. ჩვენ საპარლამენტო ცხოვრებაში ყავს იმდენი წარმომადგენელი, რამდენიც ყავს და ამიტომ ძალიან ძნელი არის ახლა პარლამენტში, რომ წინააღმდეგობა გაუწიოთ ამ პროცესს. ამიტომ მე ვფიქრობ, ეს არის ჩემი ძალიან მტკიცე მოსაზრება, რომ ქართული ხალხი, ქართული ამომრჩეველი უფრო აქტიურად უნდა ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. არის რაღაც მომენტები, როდესაც პოლიტიკური პარტიები თვითონ არ ყოფენ ურთიერთობას საპარლამენტო თუ სხვა ფორმატში, მაგრამ არის განცხადებები, რომელიც უკავშირდება პირდაპირ ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას და ამ შემთხვევაში საზოგადოება უნდა იყოს უფრო აქტიური და ხალხი უფრო აქტიურად უნდა იყოს ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოს 19 აპრილს და ის ხალხი, ვინც მოვა იქ, მოვა არა მხოლოდ იმის სათქმელად, რომ ჩვენი არჩევანი არის ევროპული არჩევანი, არამედ მოვა იმის სათქმელადაც, რომ არავითარ შემთხვევაში ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ეროვნული ინტერესების შელახვას, საქართველოს გამოცხადებას აგრესორ ქვეყნად და შესაბამისად საქართველოსათვის ყველანაირი საომავლო პერსპექტივის მოსყიდვას. ლავროვმა პოზიტიური და პრაგმატული ნაბიჯი უწოდა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ განცხადებებს და ეს სულაც არ არის გასაკვირი, როგორც აქამდეც გითხარით, ერთადერთი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, ვინც ამბობდა, რომ საქართველო არის აგრესორი, იყო სწორედ რუსეთი. ამას არ იზიარებდა არც ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა მთელ მსოფლიოში, გამოკლებით ნაურუსი ვთქვათ და ტუვალუსი, რომელმაც აღიარეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.
ის ფაქტი, რომ სოფლიოს წამყვანი ქვეყნების მხრიდან აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი ცნობილი არიან ოკუპირებულ ტერიტორიებად, ცხადად მეტყველებს იმაზე, თუ ვინ იყო აგრესორი და ვინ მსხვერპლი. სოფლიომ აღიარა ეთნიკური წმენდა, სოფლიომ აღიარა ქართული ტერიტორიების ოკუპაცია და ტალიანის დასკვნაში ხაზგასმით წერია, რომ იმ დროისათვის, როდესაც ქართული შეიარაღებული ფორმირებებმა დაიწყეს შეტევა ცხინვალზე, იქ უკვე იმყოფებიან რუსეთის შეიარაღებული ძალები. არა ბანდფორმირებები, როგორც ბიძინა ივანიშვილი ამბობს, არამედ რუსეთის ფორმალური შეიარაღებული სამხედრო ძალები. ლავროვის დღევანდელ განცხადებაში ერთის მხრივ ამაზეა ლაპარაკი, რომ ის აფასებს ამ პრაგმატულ და პოზიტიურ ნაბიჯს ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, მაგრამ ასევე ლავროვი ლაპარაკობს თავის სახელმწიფოს სახელით, თუ რა საპასუხო შედეგებს უნდა ელოდოს საქართველო აი ამ განცხადებების შემდეგ, პრემიერ-მინისტრის განცხადებების შემდეგ. ლავროვი ამბობს, რომ ჩვენ უნდა განვავითაროთ კულტურული ურთიერთობები, ჩვენ უნდა განვავითაროთ სავაჭრო ურთიერთობები, მაგრამ აღიარებული ტერიტორიების გადაწყვეტილების უკან წაღებაზე ლაპარაკი არ იქნება. ის ამბობს, რომ ეს არის რუსეთის პრეზიდენტის და რუსული სახელმწიფოს გადაწყვეტილება და საქართველო არ უნდა ელოდოს, რომ ამ მიმართულებით რაიმე პოზიტივი ჩვენი ქვეყნისათვის შეიძლება იყოს. ასე რომ ჩვენ მივიღეთ ვითარება, როდესაც ერთის მხრივ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადანაშაულებს თავის ქვეყანას აგრესიაში, ადანაშაულებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობას, ქართველ ხალხს, რომ ის საკუთარ ტერიტორიაზე არის აგრესორი თავისივე მოქალაქეების წინააღმდეგ. მეორე მხრივ ლავროვმა ხაზგასმით თქვა, აი ამ მოღალატური ნაბიჯის საპასუხოდ თქვენ შეგიძლიათ შემოიტანოთ მიახური, მწვანილი, შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი ანსამბლები იმისათვის, რომ კრემლში იცეკვონ, შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი ღვინო, სამაგიეროდ ჩვენ გამოგიგზავნით ნატაშა კარალიოვას, აგუტინს და კიდე რუსული ესტრადის სხვა წარმომადგენლებს იმისათვის, რომ აქ ჩაატარონ კონცერტები. აი ეს არის ფასი ერთის მხრივ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილები და მეორეს მხრივ აი ეს არის პასუხი ლავროვის. მე ვფიქრობ, ყველაფერი ცხადი არის. აქ იმაზეც კი არ არის ლაპარაკი, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ რაიმე სახის პოზიტივი გაჩნდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართულებით. პირიქით, ჩვენ ვიცით, რომ ახალი მავთულხლართები არის, ახალი ადამიანთა გატაცებები არის, პრაქტიკულად ყოველდღიურობად იქცა ეს, ამიტომ რით არის გამოწვეული ეს ნაბიჯი, ეს თავზე ნაცრის დაყრა და ეს საქართველოს ინტერესების უგულებელყოფა ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის სრულიად აუხსნელი. თუ ეს არის ის, რომ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ როგორც გითხარით, სოფლის მეურნეობის პროდუქტები შევიტანოთ რუსეთის ფედერაციაში და ქართული ანსამბლები ჩავიდნენ კრემლში, სადაც არ ვიცი, ჩერიო მუხას თუ რიაბინას იმღერებენ იქო, მე ვფიქრობ, რომ ეს არის სრულიად შეუსაბამო ფასი ჩვენი ქვეყნისათვის. ამიტომ გონია, რომ პრემიერის გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ქართული საზოგადოებისათვის, რომ თუ ახლა არ გამოცოცხლდა ჩვენი ქვეყანა, თუ არ გამოფხიზდა საზოგადოება და თუ არ გამოფხიზდა ხალხი, ეს არის შეუქცევადი პროცესი იმ მიმართულებით, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა აღიარონ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და საქართველოს აღარ დარჩეს არანაირი პერსპექტივა თავისუფალ დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბების. რა თქმა უნდა, საერთოდ ლაპარაკი აღარ არის იმაზე, რომ ჩვენ რაიმე სახის ასოცირების ხელშეკრულებას მივიღებთ ევროკავშირთან, ან რაიმე სახით დაუახლოვდებით და შევძლებთ ჩვენი ევროპული განვითარების გაგრძელებას. ბატონო დათაშული პაულისი კითხვა მაქვს მე იქნება პირველ რიგში ვრცელდება ინფორმაცია რომ პრეზიდენტი შესაძლოა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით აღარ წარსდგეს თუ შეიძლება რომ განმარტოთ რეალურად შეიძლება რომ აღარ იყოს ეს გამოსვლა და მეორე მაინტერესებს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით თუ არის მზადყოფნა რეალურად იმისა რომ უმცირესობასა და უმრავლესობას შორის გაიმართოს მოლაპარაკებები უმრავლესობის პოზიცია თუ იცით ამ შესახებ იწყება თუ არა ეს მოლაპარაკებები პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლას აქვს თავის წინა ისტორია ეს უნდა მომხდარიყო დაახლოებით 2 თვის წინ იცით რომ საპარლამენტო უმრავლესობა იყო წინააღმდეგი ასეთი გამოსვლის სწორედ ამიტომ არა როგორც ალტერნატივა მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლა შემდეგ გადაწყდა რომ შემდეგ არ იყო საჯარო ბიბლიოთეკაში საჯარო ბიბლიოთეკასთანაც ქართული ოცნების მიერ მობილიზებული რაღაც ბრიგადები და ეგრეთ წოდებული ბესელია კაკაბაძის სიის წევრები დახვდნენ და
ფიზიკური შეურაცხყოფა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, იქ მისულებს და არ მისცეს შესაძლებლობა ამ მიმართვის მოსმენის. შემდეგ პრეზიდენტმა მაინც მიმართა უკვე თავისი საპრეზიდენტო სასახლიდან ქართულ საზოგადოებას და იქ შეკრებილ დეპუტატებს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. მას შემდეგ რაც ცნობილი საკონსტიტუციო ცვლილებები იქნა მიღებული, თითქოს უმრავლესობის მხრიდან იყო განცხადებები, რომ შესაძლებელია ასეთი პრეზიდენტი მივიდეს პარლამენტში და წარდგეს ყოველწლიური მოხსენებით. Რა თქმა უნდა, ეს არის უპირველეს ყოვლისა პრეზიდენტის გადასაწყვეტი, იმიტომ რომ აი ეს წინა ისტორია ბადებს შეკითხვებს, რომ ეს არის უკიდურესად პოლიტიზებული პროცესი და პრეზიდენტი იტყვის თვითონ აპირებს თუ არა პარლამენტში მოსვლას. მე პირადად მიმაჩნია, რომ აი ამ ეტაპზე, მას შემდეგ რაც ის უკვე წარსდგა ქართული საზოგადოების წინაშე, შეიძლება ღირდეს ძალიან სერიოზული დაფიქრება, ღირს თუ არა ახლა საქართველოს პარლამენტში მოსვლა. თუმცა არის ძალიან ბევრი ინიციატივები, არის ძალიან სერიოზული გამოწვევები ჩვენი ქვეყნის წინაშე. პრაქტიკულად ჩვენ ვადევნებთ თვალყურს პროცესს, როგორ წყდება საქართველოს თავისი ევროპული განვითარების პერსპექტივას და როგორ მიდის ყოველდღიურად რუსეთის მიმართულებით, როგორ იცვლება ჩვენი ჩრდილოური ვექტორი, ამიტომ შეიძლება პრეზიდენტმა გადაწყვიტოს, რომ ეს არის ისეთი უმნიშვნელოვანესი საგარეო პოლიტიკური საკითხი, რომ მან უნდა მოახდინოს ინფორმირება საქართველოს პარლამენტისგან, რომ საქართველოს პარლამენტში უნდა გაიმართოს დებატები ამასთან დაკავშირებით. მე მაინც არ შემიძლია პირდაპირ პასუხი გახსნით იმაზე, რაც არის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. და რაც შეეხება მოლაპარაკებებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ოკუპაციის კანონში, თვითონ ოკუპაციის კანონში, ჩვენ რომელიც 2008 წელს მივიღეთ, წერია, რომ ოკუპაციის კანონის შეცვლა და შერბილება შეიძლება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხედავთ პოზიტივს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციასთან დაკავშირებით. ასეთ პროცესებს არამსუ ჩვენ ვერავინ ვერ ხედავს საქართველოში. პირიქით, ჩვენ ხედავთ გაძლიერებას რუსეთის სამხედრო დომინაციის აი ამ ტერიტორიაზე, ჩვენ ხედავთ შეცვლილ საზღვრებს, კიდევ უფრო გადმოწეულს ახალ მავთულ ხლართებს. ამიტომ მე როდესაც ვეკითხები უმრავლესობის წარმომადგენლებს, რა არის ჩვენი мотиваცია, რომ შევცვალოთ აი ეს კანონი და გავხადოთ ის უფრო ლიბერალური, ამაზე პასუხი არავის არ აქვს. საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთიდან გადმოსულ საზღვრის დამრღვევს, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ნებისმიერი ადგილიდან გადმოსულ საზღვრის დამრღვევს ელის სისხლის სამართლის პასუხისგებლობა. მას მაინტერესებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უფრო განსაკუთრებული ზომები არ უნდა იყოს მიღებული იმისათვის, რომ არ მოხდეს საქართველოს საზღვრის დარღვევა. ამიტომ მე პირადად მაქვს ჩემი კაფეში ჩამოყალიბებული პოზიცია და არავითარ შემთხვევაში არ დაუჭერ მხარს ამ კანონს, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, საპარლამენტო ოპოზიციის ყველა წევრი არის უკლებლივ ასე განწყობილი და არავითარ შემთხვევაში შეთანხმება ამაზე არ მოხდება. პირიქით, მე როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ამ საკითხის მიღების შემთხვევაში პრეზიდენტი დაადებს ამ საკითხს ვეტოს და შემდეგ უმრავლესობას მოუწევს ამ ვეტოს გადალახვა. ან გადალახავს, ან კიდე ვერ გადალახავს. ასევე საგულისხმოა, რომ თვით უმრავლესობაშიც არის რამდენიმე ადამიანი სრულიად დარწმუნებით გეუბნებით ამას, რომლებიც დღემდე აცხადებენ, რომ იმ შემთხვევაში თუ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ამ სახით შემოვა, როგორც ზაქარიაშვილმა შემოიტანა, ისინი მხარს არ დაუჭერენ ამ კანონს. ანუ კონსულტაციებიც არ შედგება ამ თემაზე. კონსულტაციებს წინ არაფერი არ უდგას, მაგრამ მხარეთა პოზიცია აი უკიდურესად პოლარიზებული არის. ერთის მხრივ ჩვენ თვლით, რომ ოკუპაციის კანონის ამ სახით მიღება არის უმნიშვნელოვანესი დარტყმა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს აი ამ საზღვრებს, ფსოუზე საზღვარს და აქეთ ამ მხარეს უკვე საზღვარს სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიაზე არ განიხილავს სრულფასოვან საზღვრად. ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია საზღვარი სხვაგან, თქვა თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, მაგრამ ეს არ არის სრულფასოვანი საზღვარი. ეს ნიშნავს ეს გადაწყვეტილება სახელმწიფოს მხრიდან ნიშნავს იმას, რომ არაღიარების პოლიტიკა დადგება ასევე საფრთხის ქვეშ.
თან ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ოკუპაციის კანონი შემოდის იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს პირდაპირ შემიძლია თქვა მოღალატურ განცხადებებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. ამიტომ სრული აქტიურობა იქნება საპარლამენტო ოპოზიციის, რომ არ დაუშვათ ამ კანონის მიღება. მაგრამ ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა და რაც წეღანად ვთქვი და ხაზგასმით უნდა ვთქვა, ეხლა არის აუცილებელი, რომ ხალხი იყოს უფრო აქტიური აი ამ პროცესში. ჩვენ ვადევნებთ თვალყურს საქართველოს დესუვერენიზაციის პროცესს იმ პირობებში, როდესაც რუსეთი საპასუხოდ გვეუბნება, რომ თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ და იცეკვოთ კრემლში. სხვა არაფერი. და მოსახლეობამ, ხალხმა უნდა მიაქციოს ამას ყურადღება და მე ვფიქრობ, რომ 19 აპრილს იქნება დიდი დემონსტრაცია იმისი, რომ საქართველოს არასოდეს არ შეეგუება თავისი ეროვნული ინტერესების აი ესეთ შელაფს. ხარი აღიარებს თავის ანაშაულს და ითრა ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს საკითხი არის გამოძიებული. როგორც ტალიანის კომისიამ, ასევე საპარლამენტო კომისიამ ეს საკითხი გამოიძია. რამდენიმე დღის წინ ქალბატონმა წულუკიანმა თქვა, რომ ეს საკითხი საჭიროებს შემდგომ გამოძიებას. სრულიად ცხადი არის, რომ ეს არის პოლიტიკური შურისძიებისათვის წამოწეული ახალი თემა და ძველ ხელისუფლებასთან, აგრეთვე პრეზიდენტთან ანგარიშის დასასწორებლად წამოწეული თემა. მაგრამ საგულისხმოა, რომ თვით აი ამ კომისიის ჩამოყალიბებას და ამ ახალი გამოძიების დაწყებასაც არ დაელოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მან გუშინ პირდაპირ თქვა, რომ ომი დაიწყო საქართველომ, მანამ გადაადგილდებოდნენ ჩვენი ფორმირებები, სანამ რუსეთმა გადმოლახა რუსეთ საქართველოს საზღვარი. ამის შემდეგ მითხარით, რომელიმე ჭკუატყოფელი დაიჯერებს, რომ აი ეს კომისია მიიღებს სხვაგვარ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, ეს კომისია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რაც გუშინ პირდაპირ უთხრა ბიძინა ივანიშვილი. ასეთი იქნება ეს გადაწყვეტილება და ის, რომ რუსეთის ხელისუფლება იქნება ეს პრეზიდენტი პუტინი თუ ლავროვი თუ რუსული პრესა ამას გამოიყენებს, რა თქმა უნდა გამოიყენებს. 4 წლის განმავლობაში რუსეთის უდიდესი პრობლემა საერთაშორისო ასპარეზზე იყო ის, რომ თუ ამერიკის შეერთებულ შტატებთან თუ ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროს ჩვენი მეგობარი ქვეყნები მას ეუბნებოდნენ, რომ ჩვენ შეგვიძლია ურთიერთობების განვითარება, მაგრამ საქართველოს საკითხი არის წინააღმდეგობების საგანი ჩვენ შორის. ეს იყო რუსეთის პრობლემა მუდმივად ამ 4 წლის განმავლობაში. არავინ არ აღიარებდა იმას, იმ ხედვას, რომელიც რუსეთს ჰქონდა აგვისტოს ომთან დაკავშირებით. და თუ ახლა თვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვა და იტყვის, რომ საქართველო იყო დამნაშავე, საქართველო იყო აგრესორი, საქართველო იყო ეთნიკური წმენდის მომწყობი, ხოლო რუსეთი იყო მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ამას დიდი სიხარულით გაიმეორებს, როგორც რუსული პრესა, ასევე ყველა ის ადამიანი, ვისაც არ სურს, რომ საქართველოს შედგეს დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად. ამიტომ არის დიდი უპასუხისმგებლობა ის განცხადება, რომელიც ჩვენ ვნახეთ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან. მე მახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში არაერთგზის და შეიძლება მოვაწყინე კიდევაც თავი ხალხსაც და ჟურნალისტებსაც. არაერთგზის მithქვამს, რომ ეს არის პოლიტიკური ფიგურა, რომლის ამოცანები არის ზუსტად ეს საქართველოს ინტერესების ნიველირების ხარჯზე რუსეთის ინტერესების დომინაცია და გაბატონება საქართველოში. და შესაძლოა ბევრს მაშინ არ ჯეროდა და ხანდახან მეც კი მიფიქრია, რომ უფრო ზედმეტად კრიტიკული და აგრესიული ხო არა ვარ ამ ადამიანის მიერ წარმოებული პოლიტიკის მიმართ. დღეს უკვე ყველა ადამიანს მე მგონი არანაირი კითხვის ნიშნები აღარ დარჩა იმასთან დაკავშირებით, თუ რა პოლიტიკურ ფიგურას წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილი. დღეს უკვე ამ ადამიანმა პრემიერ-მინისტრის რანგში ცალსახად განაცხადა, რომ საქართველო არის დამნაშავე და შესაბამისად არის ქართველი ხალხი დამნაშავე, ჩვენი შეიარაღებული ძალები დამნაშავე, ყველანი ვინც ცხოვრობ თურმე ამ ქვეყანაში, ჩვენ ვართ აგრესორები და ჩვენ შევავიწროვეთ რუსეთი. თითქოს ომი მიმდინარეობდა ირკუტსკში ან და რაღაც ბაიკალის ტბის მიდამოებში და არა საქართველოს ტერიტორიაზე. აი ეს არის ახლა ან შეეგუება ჩვენი ხალხი ამ მდგომარეობას, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი აკეთებს ყველაფერს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
და ამას ექნება თავისი შესაბამისი ძალიან უარყოფითი შედეგები, ან ჩვენ ყველანი ერთად არ შევეგუებით ამას და საქართველოს შეძლებს თავისი ეროვნული ღირსების და თავისი ევროპული არჩევანის დაცვას. აი ეს საკითხი იქნება სხვა შორის 19 აპრილის დიდი სახალხო გამოსვლის საკითხიდან ახლა უკვე ნამდვილად მგონია რომ ეს არის არანაციონალური მოძრაობის შეკრება, არანაციონალური მოძრაობის ხარდამჭერთა შეკრება, არამედ არის მთელი საქართველოსათვის ახალი დიდი შესაძლებლობა რომ მან ხაზგასმით თქვას თუ რას ფიქრობს თავისი ქვეყნის მომავალზე. ამიტომ მგონია რომ ხალხი უფრო აქტიურად უნდა იყოს. ბატონო ნუგზარ, წელიწადად თქვენ აღნიშნეთ რომ ლავროვის განცხადების მიხედვით რუსეთ-საქართველოს შორის გარდა კულტურული და სავაჭრო ურთიერთობების აღდგენისა, სხვა მხრივ მით უმეტეს მათი მხრიდან და ოკუპირებული ტერიტორიების უარის თქმის შესაძლებლობა ყოველად გამორიცხულია. თუ თქვენ არ მიესალმებით სავაჭრო და კულტურული ურთიერთობების აღდგენას, მაშინ და თუ გამორიცხულია მათი მხრიდან უარის თქმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ როგორ ხედავთ მომავალ ურთიერთობებს რუსეთ-საქართველოს შორის, ან იცით რა, არ არის ასე რომ მე არ მივესალმები რაიმე სახის ურთიერთობების აღდგენას. პირიქით, თუ იქნება ჩვენი პროდუქციისათვის შესაძლებლობა რომ შევიდეს რუსულ ბაზარზე, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი. იცით რომ სოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების პირობა რუსეთისათვის იყო სწორედ ეს, რომ მას არ შეუძლია პოლიტიკური ნიშნით დააბრკოლოს სხვადასხვა ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების პროდუქცია. ამიტომ რუსეთს ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს მათ შორის საქართველოში ნაწარმოები პროდუქციის შეტანა თავისი ქვეყნის ბაზარზე. ეს აუცილებლად მოხდება, იმიტომ რომ ეს არის ამ წესდებით გათვალისწინებული საერთაშორისო ორგანიზაცია, მაგრამ ეს ფასი ვერ იქნება თქო უბრალოდ თქვი იმისი, რომ რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები. აღმოჩნდა რომ ეს ხელისუფლება, რომელიც გვახსოვს წინასაარჩევნო დაპირებები ორ ნაწილად იყოფოდა და პოლიტიკურ ნაწილში იყო სწორედ ამაზე ლაპარაკი. ჩვენ შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, დაალაგებას და მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არის საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაფუჭებული, რომ საქართველოს ხელისუფლება მაშინდელი იყო ცუდი. აჰა, დღეს ხომ არის ისეთი ხელისუფლება და რა არის ეს დაალაგება, ამას ვკითხული. რაში გამოიხატა დაალაგება? რუსეთი ამბობს, რომ მას ისევ ოკუპირებული ექნება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, არ გადახედავს დამოუკიდებლობის აღიარების აქტებს სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან მიმართებით და ერთადერთი რასაც გვთავაზობს არის ის, რომ რაღაც საკონცერტო ტურნეები გქონდეს ერთმანეთთან და ნუ პროდუქცია შევიდეს. ეს არ არის ფასი ჩემთვის. მე ვფიქრობ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის აი ეს უმძიმესი ურთიერთობები იქნება მანამ, სანამ რუსეთი არ შეხედავს ცივილიზებული სამყაროს თვალით იმას, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში. მე არ ვარ გულუბრყვილო ადამიანი, მე არ ვფიქრობ, რომ შეიძლება სწრაფად მოხდეს, მაგრამ საქართველოს არ აქვს სხვა არჩევანი, საქართველოს არ აქვს სხვა ალტერნატივა. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და პრინციპულად უნდა დავიცვათ არაღიარების პოლიტიკა სხვადასხვა სახელმწიფოების მხრიდან. ეს არის ჩვენი არჩევანი, სხვა ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ხოლო რუსეთი როდის მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ანუ ეს უბრალოდ ამის წინასწარ განჭრეტა არის შეუძლებელი. მაგრამ თუ შენი ქვეყნის ლიდერი უკვე დღეს აღიარებს, რომ საქართველოს იყო დამნაშავე ამ ომში, მაშინ გარწმუნებთ, რომ ამ ტერიტორიებზე დაბრუნება უბრალოდ ემსგავსება ოცნებას. და აი მართლა მაინტერესებს ვიკითხო, ეს იყო ქართული ოცნება, რომ საქართველოს პირველი პირი გამოსულიყო და ეთქვა, რომ საქართველოს და ქართული ხალხი არის დამნაშავე 2008 წლის ომში. მესმის ძალიან კარგად, რომ ეს არის რიტორიკული შეკითხვა ჩემთვის. ბატონო გზარ ტელეკომპანია მეცხრე არხი, ჩვენ ესეთ შეკითხვა გვაქვს. თქვენ პირადად და თქვენი გუნდის წევრები რატომ არიღებთ მეცხრე არხის გადაცემებში მონაწილეობას, იგივე კაბერიძის გადაცემა, გოგი ახალკაცის გადაცემა, ამ გადაცემების პროდიუსერების მხრიდან არაერთი შეთავაზება იყო მობრძანებული ყავით და გესაუბრეთ. არც ვადევნებ თვალს მეცხრე არხს, სიმართლე გითხრათ, მაგრამ რაიმე პრინციპული გადაწყვეტილება მე პირადად არ დოს ამ მქონია, რომ რომელიმე გადაცემაში არ მივიღებ მონაწილეობას. სიმართლე გითხრათ, არ მიყურებია დიდი ხანია უკვე არც ვინ თქვით ახალკაცის და არც კიდე ბატონ ბერიძის გადაცემისათვის. მე ხა ეს არის ჩემი არჩევანი, ხო, არ მაინტერესებს ამ ტელევიზიის ყურება. ჩემი აზრით ძალიან მიკერძოებული არის ეს ტელევიზია და მაგრამ ის რომ შეგლებულად არ მივსულიყავი გადაცემაში და რამე ასეთ ჩამოყალიბებული პოზიცია მქონდეს, ასე ნამდვილად არ არის. ყოველ შემთხვევაში კომენტარებს მე პირადად და მე მგონი ჩვენი გუნდის წევრებიც
ძალიან ხშირად აძლევენ თქვენი კომპანიის წარმომადგენლებს და ეხლა კონკრეტულად გადაცემაში მონაწილეობაზე არ დავკვირვები ვარ ვინმე მიდის თუ არ მიდის თუ ვინ იღებს მოწვევის შემთხვევაში მიიღებთ ვარა მოწვევასთან მომწანდება მე მაგალითად არავითარი პრობლემა არ მაქვს ეხლა რამე აი ესეთი პრინციპული რომ არ მივიდე და მეცხრე არხის გადაცემაში არ მივიღო მონაწილეობა ნამდვილად ასეთი პრობლემა არ მაქვს თუმცა იმის უფლებაც მაქვს რომ ჩემი დამოკიდებულება მქონდეს ამა თუ იმ საინფორმაციო საშუალების მიმართ მიმაჩნია როგორიც არ უნდა იყოს ჩემი დამოკიდებულება განსხვავებული მოსაზრებების საინფორმაციო საშუალებები უნდა არსებობდნენ ქვეყანაში მე ვიყავი ადამიანი ვინც შემოიტანა საქართველოს პარლამენტში კანონი მასტქერის და მასტოფერის შესახებ მე ვიყავი ინიციატორი და ამიტომ გონია რომ ეს რუსთაველის არ იყოს ჩვენ კაცთა მოგვსა ქვეყანა გვაქვს უთვალავი ფერი და ასეთივე უთვალავი ფერის უნდა იყოს მედია საქართველოში და არაფერი პრობლემა არ მაქვს და ბოლოს შეგეკითხეთ ბატონო გზორ თქვენი აზრი გვაინტერესებს გუშინ პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა მესამე პოლიტიკური ძალის არსებობის შესახებ და ამ კონტექსტში მან დაასახელა ირმა ინაშვილი, ნინო ბურჯენაძე, სალომე ზურაბიშვილი. თქვენი აზრით რამდენად აქვს პერსპექტივა ამ ძალებს ქართულ პოლიტიკაში დამოკიდებული? თავისთავად არის ცინიზმი, როდესაც პრემიერ-მინისტრი ლაპარაკობს მესამე ძალის შექმნაზე. ის არის ქართული ოცნების წარმომადგენელი და ასევე თვითონ ხვდება და თვითონ უწევს ორგანიზებას ამ მესამე ძალის ჩამოყალიბებას. ასეთი რამ გარწმუნებთ, რომ სოფლიო პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. თუ მესამე ძალა ჭირდება ქართულ ხალხს, ის თვითონ დაუჭერს მხარს რომელიმე ორგანიზაციას. კარგად არის ცნობილი ნინო ბურჯანაძის მისწრაფებები ქართულ პოლიტიკაში როგორი არის, კარგად არის ცნობილი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის, ქალბატონი ინაშვილის, თუ მათ ვინმე დაუჭერს მხარს, ისედაც დაუჭერენ, მაგრამ ის რომ პრემიერ-მინისტრი არის დაკავებული ორგანიზებით, სხვადასხვა პოლიტიკური ძალების შექმნით, ოპოზიციური პოლიტიკური ძალების შექმნით, თვითონ არის ხელისუფლება და თვითონ უწევს ორგანიზებას ოპოზიციური პოლიტიკურ ძალებს, ხო? ეს არის ნამდვილად ნონსენსი, ეს არის უბრალოდ სრულიად გაუგებარი ჩემთვის და არ ვიცი ახლა რა შეიძლება ამას უწოდოთ. ალბათ უნდა უწოდოთ ისევ პრემიერ-მინისტრის მიერ მართული ოპოზიცია, მარიონეტული ოპოზიცია, რომელიც შეასრულებს მის მითითებებს, ყურადღებას გაამახვილებს არა პრინციპულ საკითხებზე და მწვავე საკითხებზე, არამედ იმ საკითხებზე, რომელიც იქნება მისთვის ნაკარნახევი. ეს არის და ეს და გუშინ კიდე ყური მომჭრა ძალიან რამდენჯერმე განმეორებულმა გამონათქვამმა პრემიერ-მინისტრის არ მინდა ნამდვილად სიტყვებზე გამოვეკიდო ახლა მას მით უმეტეს რომ ისეთი რამეებიც იყო ნათქვამი რომელიც გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ მე პირადად პური მომჭრა როდესაც მან ორჯერ თუ სამჯერ ამიტომ დროს თქვა რომ საქართველოს ხო არის პატარა სოფელი და აი ეს დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ როგორც მან ჯარის მიმართ გამოთქვა გუშინ აი ეს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ როგორც რაღაც პატარა და უმნიშვნელო ნაწილის მიმართ რაღაცა დიდი სივრცის მე მგონია რომ სრულიად მიუღებელი უნდა იყოს ასევე ჩვენთვის. დიახ, შესაძლოა ჩვენ არ ვართ ყველაზე უფრო დიდ ქვეყანად რიგში, არც რიცხოვნობით, არც ჩვენი დღევანდელი ეკონომიკური განვითარების დონით, არც ჯარის რაღაცა მობილიზების დონით, მაგრამ საქართველოს არის ძალიან ძველი ისტორიის ქვეყანა, რომელსაც ჩვენ ხალხს აქვს სურვილი რომ კონდეს თანამედროვე ძლიერი ქვეყანა. ამიტომ როდესაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ასე აგდებით მოიხსენიებს სახელმწიფოს და მას უწოდებს რაღაცა უმნიშვნელო სოფელს, მე ვფიქრობ, რომ ესეც კარგად მეტყველებს იმაზე, რომ თუ როგორი დამოკიდებულება აქვს მას ჩვენი ქვეყნის მიმართ, საქართველოს მიმართ. არაფრის